დილამშვიდობის ზივარ და ველოდების საჭმელს. მე საწყალისგან წუხელი რამე მიჭამია. ველოდები როდის გაიღება კარი. ეს ფუტფუტა. აი ესე შუაში გდია და იქ არ ვაწვენ რა ვიცი. მე ცუდება რაღაც ყუთში. ხო და სადაც ვახერხებ იქ წვევი მე. ბატი. აი ამ პულტით ამწი ეს წინასე. ნუ დამგრიხეს. თუ ხელ შედარებით მეძინა. ვარასახში ვიდა. ბავშვებსაც ერთი სული აქვთ, ვეღარ ითმენ. სადაც 1 საათში, ეხა არის 10 ხდება. 1 საათში ალბათ მოვა ექიმი. გასინჯავს. იყვნენ შემოსულები რა და ან დღეს ან ხვალ წახვალო. იმედია დღეს წავალ, როგორ მინდა დღეს წავალ. ხო და ის ექიმი გვეტყვის როდის წავალთ. ან მე წავალ და ამას დაუტოვებ. გვეფუტფუტებს. ყოველ გამოძრავებას და იმაზე არ მინდა რომ მივიდე და მინდა რომ თვით დაწყნარება ისწავლოს. ოღონდ სულ გადაიძრო. იგე. დათუნიები. მზია ნახერები აცვია, დათუნიები აცვია მზია. აგი. დათუნიები აცვია. პეტრა დათუნიას დათუნიები აცვია. ესე იგი რატანსაც მე წამოვიღე ხალხნო. არაფერი არ მომიღია. ერთი დღე ხო შეხოვული იყო, ერთი დღე ეს ეცვა და ეხლა დღეს თუ გითხეს რომ ხვალ წახვალთო გამოუცვლი. თუ გითხეს რომ არ წახვალთო და დღეს გაგწერთო აღარ გამოუცვლი, იმიტომ რომ მაინც ხომ და გამისინი ჩავაცოს ხო. ხო და თუ არ გაგვიშვეს რა ხვალამდე დაგტოვეს. გამოუცვლი ტანსაცმელს. ხო და ან იმდენ რამე წამოვიღე ტყუილა. რამე წამოვიღე. ფაქტიურად აფერი არ გამომიყენებია გარდა აი სუდოკრე. აი აქ მიდევდა არ დამრჩება იმედია. პამპერსები ჩემი უკან გავატანე ისევ. იმიტომ რომ აი მაგ იმის უკანა მხარე აი ეს სუგასავსე არის პამპერსით. ხვალამდეც მეყვა და ზეგამდეც ეგ პამპერსი თავი ამათი არის. ეს გადაიძრო იმან. რა უნდა რასა ხვანცალებს. აბა ერთი მივხედო. ხვანცალას. საჭმელ მოიტანეს. ხო და რა ვიცი. თერეს ვითხამყა. ეხლა უნდა დავაგდო. და მე საჭმელი ვჭამო, იმიტომ რომ შია. ამანაც გემრიელად მიირთვა. შედარებით რძე აქვს უფრო მეტად და მე ამაზე მეტად მიხარია. კოცნაზე მაგარია ეს. აბა იმედი ახლა დავაწვენ და არ იტირებს. და ვნახოთ რა მოგვიტანეს საჭმელად.
ხა იყოს. მზე მოხდეს. აი მას ჩამოწევ ცოტას და სხვათა შორის ხმაზე მაგრად რეაგირებს. აი რომ მიაჯახუნებენ ხოლმე ექცენები კარებს, აი რომ დაბრახუნდება, მაგრად რეაგირებს. თითქოს ხულიკი. აი მე რას გავსტელებ ღმერთო. აბაშორი ვნახოთ რა გვაქვს დღეს საჭველი. შეხო იმაშები ხო ბალიში ყოფ. ვნახოთ რა გვაქვს აქ. მანი არ არის მანი. ბულიონია გათმის. საჭირის კომენტარი დამიწერეთ. მაგრამ ეს რო ისავადრეო სვავდითო მალაკوان ჩაისო და რაღაცა მეც სვავდი და ძალიან მაგარი არის ახლა სახში მივარ თუ არა მალაკوان ჩაისაც დავлев თვითონ კარაქსაც ვიგდებდი ხოლმე ჩაის და სხვათა შორის ხაგრო ვინმეს თუ გაგაჟრიალად საერთოდ არ იყო ძალიან დასალევი ეს ჩაის ატრიბუტები მეც მაქვს ყველი პური და ჩანგალი და კოლწი. ესენი მაქვს. ავსები როგორი. ჩოულებრივი კოლზიც მაქვს მე აქ. და ამით გავსინჯე. ოი არა. ბულიონი რატომ მეგონა ბრინჯის ყოფილა ისინი. არა ქალო ბრინჯია, რა ბუეტი ხარ ბულიონი და ბრინჯის ფაფავი გავუდგა. ყველს და პურს ჩაიზე მივირთმევ, მაგრამ გავსინჯოთ ყველით. აქ პაპატიე შორე. მარტო მეყვარს ის რაღაცები. საავადმყოფოს საჭმელები. ლაჟაც ბევრი დაუკარგე, აქ რო არ ვჭამდი. თითი რო გაიჭრა, თუ რო მოიჭრა. ფანჯარა გავაღე რომ ცხელა მე. შევჭამ და დაგიბრუნდებით. გავიხსენე 2 წუთში ქაფქაფი ჩაის დალევა. 2 წუთში არც კი 2 წამში. ბატიტინა დაიღო და დაიძინა. ხელში დავაძინე ხარ. ველოდები ექიმს. სახში კიდე ველოდებიან ჩვენ. იმედია არ გვეტყვის რომ ხვალეო. იმიტომ რომ ერთსულმა გავვარდე. მაგრამ იმასაც ვუშვებ რომ ხვალ გაგვწერო და რატო უშვებ გეტყვით. ნინოზე რომ მითხრეს რომ 3 დღეში გაგწერთო და შაბათი დღე იყო მახსოვს და ყველა ვარიანტში გაგწერთო, დილითაც მითხრეს შაბათს რომ დღეს გაგწერთო და უკვე აი ფსიქოლოგიურად ყველა ფიზიკურად მომზადებული ვიყავი რომ უნდა გავეწერეთ. ბავშვი ჩაცმუდახურული, მე ჩაცმუდახურული სასტუმროებში რომ მივდივართ ხოლმე ცეკვიდან და რაღაცა იქიდან გამოდივართ, ხო თეთრეულს რაღაცებს ვალაგებ, ხოლმე ეგე და ავიღე ყველაფერი დავკეცე და ავალაგე. როიტყვენ აი ერთ ხელში ბავშვი მიჭირა და მეორე ჩანდა. როცა მითხრეს რომ დღეს ვერ წახვალე. და მიზეზი იყო ექიმიო დღესა ვერ მოვა, რომ ვისაც ქუსლიდან ანალიზი უნდა აერო. ხო სად არის მეთქი ექიმი თბილისში რა და რავიო რაღაცის გამო ვერ მოდის მოთხარ დაუფიქრე. მე და ერთი გოგო ვიყავით გასაშვებელი. მე მევთხარ მთელი ამდენი ხანი აქავ და ვიცი რომ უნდა წავიდე და მელოდებიან და სხვა თემა კიდე და იმა გადაწყვიტა უცბად არ უნდა მოვიდეს და ტოვებდნენ კიდე კვირასაც ამ ტოვებდნენ. იმიტომ რომ
კვირას არ მოვაო და უშევაც გაქცევა, აი მეუთხა. ეხა ვიღაცის რაღაცას ეძახიან მაგას დამოვიწყდა. მატრაკოცობის გაუმეთქი, მომდა 2 დღე ვიყო აქ. სასწრაფოდ დაურეკეთ მეთქი, მეუთხარი 2 ნივართ წასასვლელები და 15 წუთში მოაგვარებს თავის საქმეს და სადაც უნდა წავიდეს მეთქი. იმდენი ვიგაგანეთ, რომ მოვიდა და გაგვიშვეს შაბათს. ხო და ეხაც ფსიქოლოგიურ, ფიზიკურად ჯერ არ ვემზადები. რომ ძნელი იყო მაშინ, რომ მითხრას რომ ორდღეულად ავტოვოთო და ვუშვებ იმასაც, რომ დღეს შეიძლება აქ ვიყო. ოღონდ მაგას ვუშვებ 1%-ით. 98-ით, კი არა 99-ით სახში ვარ უკვე. ერთი სული მაქვს, იმიტომ რომ დაძინება მინდა ხალხმა, ისე მინდა გამოძინება, რომ რა იყოს და ვერ ვიძინება, ისულაც რომ იქით გადავაწვინო, აქ ვერ ვიძინებ. ხო და სახში მინდა რა. ისე თუ ასე სახში მინდა. სახში ხა ლაგდებიან გუშინდელ ნასუფრალი რაღაცა სუფრებს, მაგიდებს, კამებს იღებენ, ალაგებენ. ბარბარე გუშინი მუშავა, რა ვიცი, რაც აქამდე არ ემუშავა და არ უმუშავა და სულ გაგანებდი რომ ბარბარე ესე, ბარბარე ისე, ბარბარე ესე. გუშინ ბავშვი გააწყდა წელში. რა ვქნა, თავის ძმა გენაცვალდა. ხო და ჭურჭლიან ყველაფრიანად მორჩა სულ. მართალია მიმხმარებლები წავდნენ, მაგრამ გვიანობამდე რო იყვნენ ისა და ყველანი გაისტუმრეს, ბარბარემ გააგრძელა. ნანანი. ასე რომ ესახში არაფერი საქმე აღარ მოხდება. ეხლა ის უნდა გავიხატო, თორემ ცხელა ეს ჩაი მაქვს, იცი როგორ ერთ წამში მაქვს ერთი ჭიქა დალეული ხახო და ხო და დაგებშტობებთ ეხლა. ნახოთ რას გვეტყვის ექიმი. და გაგაგებინებთ. აბა, მაგრად.